ეხლა როცა ლაპარაკი არის დღეს მისი ლეკვი ასახლებს დევნილებს თბილისიდან უწყობს ისეთივე ტერორს ისეთივე გენოციდს როგორც მოუწყოს შევარდნაძემ აფხაზეთიდან დევნილებს გამოასახლა ისინი ამ უაზრო ომის შედეგად დაკარგა ტერიტორიები აფხაზეთიდან დევნილები გამოვიდნენ დღესდღეობით იდევნებიან მისი საქმის გამგზელებელისაგან მისი ლეკვისაგან მიხეილ სააკაშვილმა ანტირუსული ისტერიის ფონზე ჩააბარა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. ის აგრძელებს აგრეთვე მისი მამა მარჩენალის ედვარდ შევარდნაძის საქმეს. მოაწყო ელექტროდებული ვარდების რევოლუცია, გადააბარა შევარდნაძემ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და დღესაც გრძელდება გენოციდი. ამიტომ ჩვენ აფხაზთან დევნილები მოუწოდებთ. ჩვენს ხალხს დავდგეთ ერთად. შევარდნაძე ციხეში, სააკაშვილი ციხეში. ჩვენი მოთხოვნა არის შევარდნაძე და სააკაშვილი ციხეში. ზირს შევარდნაძე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი. შევარდნაძე ციხეში, სააკაშვილი ციხეში. მანანა მოდი წარმოგიდგენთ მანანა გაბელიას. სატანო! იუდო! ჩვენო გამხიდველო! საქართველოს გამხიდველო! აფხაზეთის გამსხვისებელო! სამაჯაბლოს გამსხვისებელო! ახალ წელს დაბადების დღე სატანო! ბევრშესტარი! ოღონდ გამწარდი! როგორც ჩემი ქართველები გამწარდნენ სამაჯაბლოში, აფხაზეთში, დიდხანს უნდა იცოცხლო! დიდხანს არ უნდა ჩაწაყდე! სიკვდილს უნდა ნათლობდე სატანო! მე ის ქალბატონი ვარ,
მეგობრებო, უკვე 17 წელია რაც ხოსორად 18 წელია რაც საქართველოს მართავს აი ამ შენობაში მხდომი მძორი პირდაპირ ამ სიტყვის მიუხედავებით ამ ადამიანმა ჩაიდინა ერის წინაშე მთელი ქვეყნის წინაშე დანაშაული 92-13 წლებში თქვენ ბატონო ედუარდო თქვენ გაყიდეთ აფხაზეთი თქვენ გაყიდეთ სამაშობლო თქვენ მოკარით სამეგრელოში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზიად გამსახურდია ამის გამო პერიოდის წინაშე უნდა აგოთ პასუხი თქვენ შექმნით ყველა ის სამართლებრივი დოკუმენტი კაპიტულანტური დოკუმენტები რითაც ჩააბარეთ რუსეთის ფედერაციას აფხაზეთი და ცხინვალი მაგრამ დადგება დრო რომ თქვენ გასამართდებით უმკაცრესად და ბევრი მოსახლეობა რომელიც დღეს შენი გაზრდილი მიხეილ სააკაშვილი ქუჩაში ხრის კბილდებით რომ ჩვენ ბევრები დავდგებით იმ ხელისუფლების გვერდით რომელიც ირგვის მართლაც ჭეშმარიტებისა და კანონიერების აღდგენისათვის და აუცილებლად გასამართდები შენ ხარ ქვეყნის დამონგრეველი ქვეყნის მორალადე და აუცილებლად უნდა გასამართდები იცოდეთ ამ ქვეყანაში აღდგება კანონიერება ამ ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა და შენი ადგილი ხდება ციხეში ამის პირობას გაძლევთ შენს გვერდით იქნება სააკაშვილიც ბურჯანაძეს და ყველა ის ხალხი ის შენ და შენი ხუნტა მოაწია ქვეყნის სათავეში ეს იცოდეთ არ გაპატიებთ ქვეყნის დამგრევას და არ გაპატიებთ იმას აი აქ შვიდ ცხოვრებას არ მოგცემთ შვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგცემთ ეს იცოდეთ არ მოგცემთ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება საქართველო განთავისუფლდება შევარდნაძის მისაგან განთავისუფლდება შენსგან და ქართული ხალხი შენ როგორც საჭიროა ისე მოგაგებს პატივს ჩვენ დევნილებმა გვირგვინი მოგიტანეთ აქ გვირგვინი შენ საქართველოსთვის ხარ ყარი არ არსებობ ხარ ამ განსარებულ ხალხს თავი დაანებეთ მოდი გიორგი დაიწყეთ მოგესალმებით მეგობრებო
გრძელდება ჩვენი აქცია მეგობრებო უკვე 6 წელიწადზე მეტი არის ჩვენ აქ დავდივართ და გაგრძელდება ეს აქციები მანამ სანამ საქართველოში კანონიერება არ აღდგება საქართველოში დღეს უდიდესი უბედურება ტრიალებს მეგობრებო და ეს ყველაფერი არის შევარდნაძის პირდაპირი დამსახურება მეგობრებო მან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩაიდინა უდიდესი დანაშაული საქართველოს წინაშე შემდეგ კანონიერი ხელისუფლების მოშლის შემდეგ დაამხო კანონიერი ხელისუფლება და პირველი კანონიერი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია მოკლა მეგობრებო დიახ ასეთი არის მისი მოკლე ბიოგრაფია მეგობრებო შევარდნაძეს ჯერ კიდევ კანონიერმა პრეზიდენტმა ბატონ ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 19 აპრილს წაუყენა ბრალდებები იქ ჩამოთვლილი არის თელეგი პუნქტები თუ რაში არის ის დამნაშავე საქართველოს წინაშე ჯერ კიდევ მისი 40 წლის მოღვაწეობის მანძილზე ფრჩხილებში რა თქმა უნდა მოღვაწეობა საქართველოში მეგობრებო მან შექმნა კლანი რომელიც დღესაც ბობოქრობს და დღესაც აგრძელებს იმ საქმიანობას რაც მან ჩაუყარა საფუძველი დიახ მეგობრებო ზვიად გამსახურდიამ მას 19 ბრალდება წაუყენა ყველა სახის ბრალდება მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკური და შემდეგ და ბოლოს ის სახელმწიფოს მოღალატედ გამოცხადა პირველი პრეზიდენტის პირით მეგობრებო ზვიად გამსახურდიამ რომელიც შეუდრეკელად იბრძოდა მთელი თავისი 40 წლის მანძილზე საქართველოს ბედნიერებისათვის და ბოლოს მიაღწია კანონიერი ხელისუფლების აღდგენა საქართველოში აი ამ უსვინდისო ნაძირალამ სისხლში ჩაახშვა ეროვნული მოძრაობა მეგობრებო მას წაყენებული აქვს უამრავი ბრალდება ჯერ კიდევ პრეზიდენტის მიერ შემდეგ ზვიად გამსახურდიას საქმის გამგზავრების ხალხურ მანარჩოზე გამსახურდიას მიერ კანონიერი დეიურე ხელმძღვანელის 35 ბრალდება მეგობრებო მას ემატება კიდევ ბრალდებების ნუსხა ძალიან გრძელია მეგობრებო ბრალდება არის ისიც რომ მან სააკაშვილი და მისი კლანი მოიყვანა მეგობრებო აი ასეთ მდგომარეობაშია დღეს საქართველოდან 1,5 მილიონზე მეტი კაცი გადახვეწილი არის საზღვარგარეთ ხოლო დღეს კი აქ მისი საქმის გამგრძელებლები ბურებს იდეალებს და ვიღაცებს ასახლებენ აქ საქართველოში მეგობრებო თითქოს ქართველ ხალხს არ შეეძლოს თავისი ქვეყნის მოვლისათვის და ეკონომიკის აღორძინებისათვის დიახ მეგობრებო ეს ყველაფერი ბრალდება არის მისი მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის და აკეთებს მან განსაკუთრებული პასუხი უნდა აგოს სააკაშვილის მაყვანისათვის სააკაშვილი რომელიც დღეს ასე არბევს ყველას და ყველაფერს აი რა დღეში არის ტოლმილები მეგობრებო რა დღეში არიან ყველანი გამოასახლეს ყველას ებრძვიან რომ ჩაკლან ის რომ მათ არის სიმართლე არას თქვან მაგრამ ეს ასე არ გაგრძელდება საქართველოში აუცილებლად აღსდება კანონიერება საქართველოში არსებობს კანონიერი უზენაეს საბჭო საქართველოში არის პირველი ქართველი პრეზიდენტის კანონიერი პრეზიდენტის დადგენილება გროზნოში 13 მარტის რომ მათილად არის მის შევარდნაძის უზურპირებული ხელისუფლება მეგობრებო ეს არის აუცილებელი ატრიბუტი სახელმწიფოებრივისა რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად დაგმობილი მეგობრებო დღეს გაუსაძლის სოციალური მდგომარეობაა საქართველოში ფასები მატულობს ადამიანებს დევნიან ტოლვილები რომლებიც სამაჩაბლოდან აფხაზეთს ყოველგვარი ყურადღების გარეშე აი დატოვებული და მათ ებრძვიან ყველანაირად დიახ მეგრო ყველამ კარგად იცით თუ ამ დღეებში რა მოხდა ტუნისში მეგობრებო ხალხი აუჯანყდა დიქტატორს მეგობრებო და ის გააძევა თავისი ქვეყნიდან აბა ეხლა თუ გადავხედავ ტუნისი არის აფრიკის ყველაზე უფრო ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა მეგობრებო მისი თლიანი შიდა პროდუქტის შემოსავალი 50 მილიარდზე მეტი არის
ქვეყანაში დიახმეყორებო სამართლიანობა აუცილებლად აღსდგება არსებობს კანონიერი ხელისუფლება რომელიც ჩაუდგება სათავეში ყოველივე ამას მეგობრებო ჩვენ ვიბრძვით და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე ის სანამ კანონიერება არ აღდგება რამე თუ ქართველი ხალხის ხელში არის უძლიერესი მექანიზმი ზვიად გამსახურდიას სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური წყობის მექანიზმი მეგობრებო მან ისე მოახდინა საქართველოში ისე მოვიდა ეროვნული ხელისუფლება რომ ერთი წვეთი სისხლის არ დაღვილა ხოლო აი მის შემდეგ შევარდნაძემ მისმა მემკვიდრეებმა სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხი ასე არ გაგრძელდება დიდხანს უკვე მოვიდა დრო რომ კანონიერ მთელი ხალხი ყველა გვერდზე უნდა დადგეს უნდა გამოვიდნენ ქუჩებში უნდა გამოვიდნენ სულ აბსოლუტურად მთელი ქართველი არიან და ისინი გავისწროთ არ ქვეყნიდან ხოლო შემდეგ კი საქართველო აღორძინდება ჩვენს ხელთ არის უძლიერესი იარაღი ბატონ ზვიად გამსახურდიას ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი შეხედულება მოვიდნენ დღეს და ის მათ არ ბევენ მეგობრებო არ ბევენ ესე იგი ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი სოციალური აფეთქება არის საქართველოში და ეს მალე გადაიზრდება პოლიტიკურში ასე არის რამე თუ ორდიდგანვე როდესაც ირღვეოდა ლეგიტიმურობა დღევანდელი ხელისუფლება ხო არალეგიტიმური არის ხოლო როდესაც წინათაც ირღვეოდა არალეგიტიმურობა მაშინ მას დიდი შფოთი და უბედურება ჰქონდა როდესაც მანამდე სანამ კანონიერება აღდგება ერთადერთი გზა გასაღები ერთადერთი ის რაც არის რასაც საქართველო გადაარჩენს ეს არის ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება დიდება მას დიდება მუზანაეს საბჭოს დიდება იმ ხალხს რომელიც აი ეს 20 წელიწადია იბრძვის აი ესეთი გაუსაჟი ცხოვრებისათვის დიდება ზვიად გამსახურდიას დიდება ზვიად დიდება ეროვნულ მოძრაობას ჩვენ აუცილებლად გავუმარჯვებთ